მოსწავლეებმა და მშობლებმა ცოტნე დადიანის ქუჩა უკვე მესამედ გადაკეტეს. ახალგაზრდები და მათი ოჯახის წევრები მეათე სკოლის აშენებას ითხოვენ. უკვე წლებია მოსწავლეებს სწავლის გაგრძელება სხვადასხვა შენობაში და სხვადასხვა ცვლაში ან დისტანციურად უწევთ. მსგავს მდგომარეობაში საქართველოს მასშტაბით კიდევ ბევრი სკოლაა. არასრულწლოვან შვილზე ფსიქიკური და ფიზიკური ძალადობის ბრალდებით პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ნასვამ მდგომარეობაში მყოფი 39 წლის კაცი 11 წლის შვილს დანით ემუქრებოდა. მათ გარდა სახლში კიდევ 3 არასრულწლოვანი და ბრალდებულის ცოლი იმყოფებოდნენ. მუნიციპალური ფონდის ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს 300,000 ლარიანის საპატიმრო გირაო შეეფარდა. დავით ტაბიძეს საზღვრის კვეთაც აეკრძალა, მას პირადობის მოწმობა და პასპორტი ჩამოართვეს. ტაბიძეს საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი მილიონების გაფლანგვის საქმის ფარგლებში სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით 27 სექტემბერს დააკავეს. უკრაინული ჯარების ალყაში მოქცევის შესახებ ნებისმიერი განცხადება ფიქცია და ფანტაზია. უკრაინული მხარე პუტინის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და უარყოფს, რომ თითქოს რუსულმა საოკუპაციო ჯარმა კუპიანსკსა და პოკროვსკში უკრაინელი სამხედროები ალყაში მოაქცია. რუსი დიქტატორი ვლადიმერ პუტინი ომის დამნაშავე რომ არ ყოფილიყო შესაძლებელი იქნებოდა მწუხარების გამოხატვა იმის გამო, რომ სიბერეში იძულებულია გაიღიმოს და საკუთარი გენერლების ტყუილები გაიმეოროს. წერს უკრაინის გაერთიანებული ძალები სოციალურ ქსელში.